ნამდვილად ხო არაფერი ამ განათლების რეფორმის შესახებ რატომ ტარდება ის? რატო ვაკეთებ? ხო შეიძლება ერთნაირი დასველი, ერთი წიგნი, ერთი რაღაცა და ესო მიიღეთ. რამხელა შეურაცხყოფელი შინაარსიდებს ამ რეფორმაში ჩადებული რა. აი ერთი წიგნიო, თქოს აი მექანიკურად ყველა აი გაიკვირვა, გეგონება მანამდე მაგარი წიგნები ქონოდა რა. წინა კვირაში მასკის და ელ-სალვადორის პრეზიდენტის რაღაცა საერთო ინიციატივა მთელ ქვეყანაში ყველა ბავშვს ეყოლება რაღაც პერსონალური აი ტუტორი რა. ვიღაცა ტიპები, ანუ რაღაცა აი აქ იყურებიან, იმიტომ რომ გამორიცხულია რომ ბევრი დრო გავიდეს და ზოგადად მთელი სამყარო ამაზე არ გადავიდეს. უბრალოდ გამორიცხულია. ეგ პროდუქტები წამოვიდეს, შეგიძლიათ ყიდვა შენი შვილისთვის მასეთი AI. კი, ანუ ჩვენ ხო ვერ გვინდა რომ დავიწყოთ აი დღესაც ვლაპარაკობდით რომ მოდი ჩვენც შევეცადოთ რომ ეს ტექნოლოგია თქვა მომავალი წლიდან რაღაცა ჩვენ სკოლაში შემოვიტანოთ და კიდევ ერთი ინსტრუმენტი ქონდეთ ბავშვებს რაღაც, მაგრამ წარმოიდგინე რას ამბობდნენ რომ აქამდეო იყო თავისუფალი ბაზარიო, ამას ამბობს სამინისტრო წიგნების სფეროშია. ხო, წიგნების სფეროში სადაც გრიფირებული სახელმძღვანელო იყო, ბევრი წიგნი იყო, გესმით? ამანუ შედეგი არ გამოიღო და ესე იგი არ არისო საჭირო და ერთ დავწერთო რა. ანუ ერაში, რომელშიც წარმოიდგინე რომ სინთეზს აკეთებს რა ხელოვნური ინტელექტი ცოდნის და შენზე აკეთებს მე კიდე მორგებას, რომ აი შენ რა მდგომარეობაში ხარ კონკრეტულად, აი შენ შეიძლება სიტყვაზე რაღაცა არ იცი, ჯერ ის უნდა წაიკითხო და ამოივსო ეს ცოდნა, რომ მე ეს გაიგო რა, ანუ ასეთ დიაგნოსტიკურ შეფასებას გიკეთებს. ამ ბავშვებს უნდა მოუწყონ ახალი რეფორმა, რასაც თვითონ წერენ, როგორც თავარ პრობლემებს, რომ მაგალითად თავარი პრობლემა არისო, რომ მაღალი აკადემიური დატვირთვა, რები უწერიათ. მე მგონი არავის არ აქვს წაკითხული. დედასწრა ეს დოკუმენტი, ვინმეს რო ქონდეს ხალხო, აი გრამატიკული შეცდომებია შიგნით. ანუ განათლების რეფორმას ვაკეთებთ და ტექსტი არ აქვს დაწერილი, ისეთი რომელიც წაიკითხება რა, წარმოიდგინე. ხო და ამ რეფორმის შედეგად, აი თვითონ იქ რაც პრობლემები წერია, როგორ გვარდება, სადმე წერია? 21 საუკუნეა რა, ანუ ის არის ხელოვნური ინტელექტის, ანუ ან იმის მონა გახდები, ან ის გახდება შენი ინსტრუმენტი. ხო არჩევანი უნდა გააკეთო რა, რომ რა იცვლება იმ რეფორმით, აი რასაც მეუბნებიან 9,5 მილიონი ბავშვისთვის.